ორბანის სისტემას კიდევ უფრო მძიმე დარტყმა ბრიუსელმა მიაყენა. ევროკავშირთან მისმა ხანგრძლივმა კონფლიქტმა დაახლოებით 16 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის გაყინვა გამოიწვია. აქედან 6.3 მილიარდი ევრო გაერთიანების და 10 მილიარდი ევროზე მეტი აღდგენის ფონდიდან. ევროკომისიამ მათი გაყინვა სასამართლო რეფორმებითა და სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების მოთხოვნით შეაჩერა. ისეთი ქვეყნებისთვის, რომელიც ევროკავშირის სუბსიდიებზეა დამოკიდებული, როგორც უნგრეთია, ეს დამანგრეველი დარტყმა იყო. ისეთი, რომელმაც განავითარება შეანელა და უთანასწორობა გააღრმავა. თუმცა ევროკავშირი ნაკლოვანებების გარეშე არ არის. მისი კანონის უზენაესობის სტანდარტები ხშირად აბსტრაქციულია და მათი აღსრულება შეიძლება თვითნებური ან პოლიტიკური ჩანდეს. ორბანის მიერ გამოყენებული თავის მართლების არგუმენტი გახდა კონტრასტი პოლონეთში მომხდარ ამბებზე, სადაც ბრიუსელმა აღდგენის გეგმის და თანხები თითქმის ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოხსნა, ნებისმიერი რეფორმის განხორციელების დაწყებამდე. ეს საფუძველს იძლეოდა ორბანისეული დასკვნებისთვის, რომ ევროკავშირი ამ თანხებს პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად იყენებს, როგორც მას სურს. ორბანი ხშირად ხაზს უსვამს ბრიუსელის თვალთმაქცობას და საკუთარ თავს იდეოლოგიური ორმაგი სტანდარტების მსხვერპლად წარმოაჩენს. თუმცა ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა იზოლირებული შეტაკებების სერია. ეს იყო მიზანმიმართული გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ღრმად იყო ფესვგადგმული ფიდესის იდეოლოგიურ დნმ-ში, ორბანის არალიბერალური დემოკრატიის დოქტრინაში. მისთვის ევროკავშირი არასდროს ყოფილა მორალური ან ცივილიზაციური მიზანი, არამედ უნგრეთის საკუთარი სუვერენული დღის წესრიგის წინსვლის ინსტრუმენტი. ორბანის მსოფლმხედველობით ევროკავშირი მოძველებული კონსტრუქციაა, დაღმავალი ძალა, რომელიც კარგავს პოზიციებს ისეთ დინამიურ მეტოქეებთან, როგორებიც არიან ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი, შეერთებული შტატები და რუსეთიც კი. ამ ნულოვანი ჯამის მქონე დაპირისპირებაში უნგრეთის მისია აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის ხიდის როლის შესრულება იყო. ევროპასთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება და მოსკოვთან და პეკინთან პოლიტიკური და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავება. ეს არის მისი ეგრეთ წოდებული ქანქარის სტრატეგიის არსი, სადაც მოქნილობა გადარჩენის გასაღებია და ეს მხოლოდ რიტორიკა არ იყო.